თქვენო უნეტარესობავ როსტისლავ პრეშოვის მთავარეპისკოპოსო, ჩეხეთის მიწების და სლოვაკეთის მიტროპოლიტო, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარეო, ყოვლად სამღვდელონო, დემთავარნო, ღირსნო და პატიოსანო, მამანო, დედანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ძმანო და დანო, ძვირფასო სტუმრებო, აჰა ესე რა რაიმე კეთილ, ანუ რაიმე შვენიერ, არამედ დამკვიდრება ძმათა ერთად, როგორც ნათქვამია ფსალმუნში. ასე უგალობს უფალს წმინდა დავით წინასწარმეტყველი მეფსალმუნე და ჩვენ სწორედ ამ ძმური ერთობით და სიყვარულით შევიკრიბეთ დღეს აქ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში, რათა მშვიდობით და მადლიერებით ვადიდოთ ყოვლად მოწყალე უფალი. განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმები ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს, გულითადად გიხდით მადლობას ამ მნიშვნელოვან დღეს ჩაბობძანებისთვის. თქვენი აქ ყოფნა, ლოცვა და თანადგომა არის დასტური ჩვენი ეკლესიების სულიერი ერთობის და ქრისტეს მიერი სიყვარულის. გვწამს, რომ სწორედ ამ ერთობით და სისავსით განმკიცდება ჩვენი რწმენა და ჩვენი ეკლესიების ერთობა. დღეს თქვენს წინაშე მდგარი სიმდაბლით და გრძალვით კიდევ ერთხელ ვწირავ მადლობას ყოვლად მოწყალე უფალს, კათოლიკოს პატრიარქობის დიდი პატივისთვის. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ გაცნობიერებული მაქვს ამ მოწოდების სიდიადე და ჯვრის სიმძიმე, მეორე მხრივ კი გრძნობ ადამიანურ სიმწირესა და უძლურებას. ამიტომ თქვენი ლოცვითი თანადგომა კიდევ უფრო მეტ სულიერ სიმტკიცეს და მხარდაჭერას მატებს ამ მეტად საპასუხისმგებლო ჟამს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ქართველ ხალხს, ჩვენ სულიერ შვილებს, ჩვენ სამღვდელოებას და ბერმონაზვნებს ლოცვისთვის, თანადგომისა და სიყვარულისთვის. ამ დღეებში რომ ასე შეგვეწეოდა და გვამხნევებდა, გვმატებდა ძალას და სიმტკიცეს. თითქმის 2000 წელი გავიდა, რაც წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით გამოემართა საქართველოსკენ ქრისტეს რწმენის საქადაგებლად. უფლის კვართის მფლობელმა ერმა გულის კარი გაუღო მაცხოვრის ცოცხალ სიტყვას და წმინდა მოციქულების ანდრიასა და სვიმონ კანანელის ქადაგებით პირველ საუკუნეშივე შეძლო ქრისტეს ნათელთან ზიარება. მოგვიანებით კი მოციქულთა სწორის ქალწულ ნინოს ღვაწლით სამარადჯამოდ დაიმარხა გულში მაცხოვრის რწმენა, როგორც ქართველი ერის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და თვითმყოფადობის სულიერი და სახელმწიფოებრიობის ცნობიერების მთავარი საფუძველი. წლევანდელი წელი იმითაც არის გამორჩეული, რომ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს ვზეიმობთ. ძვირფასო სტუმრებო, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უახლოეს მომავალში მოგიწვიოთ ამ თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე, რათა ქრისტეს მიერ ერთობით ვიდღესასწაულოთ ეს მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა. სიმბოლურია ისიც, რომ დღეს ჩვენი ეკლესია და ერი აღნიშნავს ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღეს, რომელიც ნეტარხსენებულმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა. მოგეხსენებათ, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იგი ზნეობრივი ფასეულობების დაცვას. წელს პირველად ხვდებით ამ დღეს მის გარეშე, თუმცა დღესასწაულის აღნიშვნით კვლავ ცოცხლობს მისი დიდი სულიერი მემკვიდრეობა. ის სიყვარული, ერთობა და ოჯახური სიწმინდისადმი პატივისცემა, რომელთაც იგი მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ამკვიდრებდა ჩვენს ხალხში. რა თქმა უნდა, ასევე გაგრძელდება მის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიციაც, რომელიც ჩვენი ერის დემოგრაფიული წინსვლის და სულიერი განმტკიცების
ხელშემწყობად იქცა. ქრისტიანული სწავლება ოჯახს მოიხსენიებს მცირე ეკლესიად, იმ სულიერ სივრცედ, სადაც წმინდა იოანე ოქროპირსთუ დავესესხებით კვიდრობს უფალი და სადაც თავგანწირვით, სიყვარულით, ერთმანეთისთვის ლოცვით ვიზრდებით სულიერებაში. სწორედ ასეთი მცირე ეკლესიები ქმნიან საღვთო მადლით გაერთიანებულ საზოგადოებას. ძვირფასო სტუმრებო, ასეთ დღეს თქვენი აქ ჩამობრძანებით, განსაკუთრებით ვგრძნობთ და ვხედავთ, როგორ აერთიანებს ქრისტეს რწმენა და სიყვარული სხვადასხვა ერსა და ადგილობრივ ეკლესიას ერთ დიდ ქრისტიანულ ოჯახად, რომელიც დაფუძნებულია უფლის სიტყვით ნასაზრდოებ ზნეობრივ და სულიერ ფასეულობებზე. დღეს თანამედროვე გამოწვევებით სავსე სამყაროში მართლმადიდებელ ეკლესიას უმნიშვნელოვანესი მისია ეკისრება. ის როგორც ზნეობრივი ფასეულობების ორიენტირი და საფუძველი, ერის გამაერთიანებელი, ხალხში ქრისტიანული ღირებულებების განმამტკიცებელია. ამიტომ აუცილებელია ეკლესიას და სახელმწიფოც ერთად ზრუნავდეთ მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდისთვის, ოჯახური სიწმინდისა და სიყვარულის დაცვისთვის. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ოჯახი არა მარტო პირადი სივრცე, არამედ ეროვნული იდენტობის საძირკველია. სწორედ ოჯახის სიმყარე განაპირობებს ძლიერ და ერთიან სახელმწიფოს. ოჯახზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვენი სულიერი შვილები და მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ძვირფასო სტუმრებო, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებო, ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვისთვის, უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის, თქვენი ტაძრების კედლებში აღმოჩენილი სულიერი ნუგეშისა და იმ დიდი ტკივილის შემსუბუქებისთვის, რასაც იწევს სამშობლოდან შორს ყოფნა. მადლობა ღმერთს და თითოეულ აქ მყოფს, რომ დღეს აქ შეკრებით, ერთობით და სიყვარულით ვაგრძელებთ ეკლესიის და ერისთვის მსახურებას. დაეჩვენი გულები მუდამ შეკრული იყოს საკრველითა სიყვარულისაითა ერთურთის მიმართ, რათა ჩვენზე აღსრულდეს უფალ იესო ქრისტეს სიტყვები. ამით ცნან ყოველთა რამე თუ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკეთ თუ იყარებოდეთ ურთიერთ არსს. ამინ. ქრისტე აღდგა.